რატომ არ იღლებიან უწყვეტი პროტესტის მონაწილე ადამიანები სამ თვეზე მეტია ქუჩაში დგომით? რატომ არ აშინებთ დარიცხული ჯარიმები აქციის მონაწილეებს და აქვთ თუ არა იმედი, რომ ქართული ოცნება ახალ არჩევნებს დანიშნავს? გადაცემის სტუმარია და მთავარი შეკითხვებს სამოქალაქო აქტივისტი სოფია ბასილაძე პასუხობს. საღამოშვიდობის სოფია, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის. აუცილებლად მინდა გითხოთ, თქვენ ხართ ძალიან ხშირად ამ აქციის მონაწილე, გავიდა სამ თვეზე მეტი და პირადად თქვენ იღლებით თუ არა აქციაზე ყოველ საღამოს ყოფნით და თუ არ იღლებით, რატომ არ იღლებით? ისე როგორც ის დანარჩენი ადამიანები, რომლებიც თავიანთ პროტესტს ამ მშვიდობიანი აქციებით გამოხატავენ. დიახ, ნამდვილად არ არის მარტივი ქუჩაში დგომა სამ თვეზე მეტ ხანს. გრძელდება უკვე ეს საპროტესტო ტალღა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ პატარა რეგიონში და ნამდვილად რაც ყველა ამოგვაგდა რაც ცხოვრების ჩვეული რეჟიმიდან კალაპოტიდან ამ პროცესებმა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ დაღლა გვეპარება ამ პროცესში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაც გვაქვს დასაკარგი და სწორედ იმიტომ რომ ვაცნობიერებთ იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება დადგეს ოლიგარქიული რეჟიმის დაკანონების შემთხვევაში, ამ საფრთხეების გაცნობიერებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს წინააღმდეგობა, რომელშიც ახლა ვართ, რაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს საიმისოდ, რომ მივახციოთ ამ ქვეყანაში ამ რეჟიმის დამარცხებას და რაღაც ერთგვარი ძალაუფლება დაიბრუნოს ხალხმა, რომელსაც უკვე 30 წელზე მეტია ყველა ხელისუფლება აიგნორებს და უგულებელყოფს. ესე იგი, ჯარიმები, სანქციები, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მასობრივად იყენებს კამერებს და ადამიანების იდენტიფიცირება ხდება და მისდით ადამიანებს ჯარიმების სახში. ეს არის 5,000 ლარიანი ჯარიმა, რომელიც ერთ ადამიანს შესაძლოა რამდენიმეც კი ჰქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოქალაქეები მაინც ჯილდად დგანან და იცავენ თავიანთ იდეას, თავიანთ მოთხოვნებს და გამოხატავენ მშვიდობიან პროტესტს და როგორ თვლით, აი დაჯარიმებით შეაჩერებს ქართული ოცნება აი ამ პროტესტის ტალღას? დიახ, ეს არის ერთგვარი გამოძახილი პოლიციური სახელმწიფოს მიერ რაც პოლიციური სახელმწიფოს მოქმედებისა, რომელიც არამხოლოდ აბსურდულად, ასტრონომიულად გაზრდილი სანქციებით და ჯარიმებით, არამედ სხვა აბსურდული კანონებითაც ცდილობს მოსახლეობის სამართლიანი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამ კრიტიკული ხმის ჩახშობას და პროტესტის წელში გატეხვას, რადგან მათ ხელშია ამ შემთხვევაში სრულად აბსოლუტური ძალაუფლება და მიუხედავად ამისა, რომ რა თქმა უნდა 5,000 ლარი შეიძლება ადამიანის წლიური ხელფასიც კი იყოს ამ ქვეყანაში, ვერ ვატყობ ვერც ჩემს თანამოაზრეებს, თანამებრძოლებს ქუთაისში თუ თბილისში, რომ ეს რამე ღირს ეს ჯარიმები. არ ვიცი რამდენ ხანს გვეყოფა მაგალითად სახალხო მხარდაჭერის თუ სხვა ფონდების მიერ მობილიზებული რესურსი ამ ჯარიმების გადასახდელად, მაგრამ ეს აბსურდი სადღაც აუცილებლად გადაწყდება წელში, ასე მგონია, იმიტომ რომ შეუძლია ამ კანონებში, თუნდაც ამ რეპრესიულ კანონებში ხომ არ დევს არანაირად საღიაზრი, ლოგიკა, სამართლისგანაც კი ძალიან შორს არის, არათუ სამართლიანობისგან, ამიტომ შეუძლებელი არის ამ აბსურდის გაგრძელება დიდხანს დიდი სიცოცხლის უნარიანობა აღმოაჩნდეს ხალხის დასაშვებად. თქვენი კი ბატონო, ბრძანეთ. ვარ მაგალითად 24 მარტს მაქვს სასამართლო პროცესი ჩანიშნული 28 დეკემბრის მარშზე გზის გადაკეტვას მედავებიან და ამ შემთხვევაში რიგით ადამიანს, ისე როგორც არაერთ ესეთ უსამართლო სასამართლოს მიერ დაზარალებულ პირს არ მაქვს იმედი, რომ იქ ჩემს სიტყვას, ჩემს
რაც მოქალაქეობრივ პოზიციას თუნდაც სასამართლო პროცესი აზრი ექნება, რადგან ყველა ვხვდებით და ვიაზრებთ, რომ სასამართლო წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ კლანს, რომელიც მხოლოდ მის დირექტივებს, მის დაკვეთას ახორციელებს ხალხის წინააღმდეგ. და არ ვიცი, ამ ოლიგარქიულმა რეჟიმმა სწორედ ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ მოახერხა ქვეყნის ისედაც ძალიან სუსტი დემოკრატიული მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა. ანუ ადამიანი, რიგითი მოქალაქე შიშველი ხელებით შეატოვა ჩაგვრელ რეპრესიულ რეჟიმს და არ ვიცი, ერთმანეთის გარდა ალბათ არც არაფრის იმედი არ გვაქვს ამ ვითარებაში და ხო აი თქვენ პირადად გამოდიხართ ამ აქციებზე და мотивация პირადად სოფიო ბასილაძეს რა აქვს? პირველ რიგში ალბათ ის რაც არ გვტოვებს ის ფიქრი და შფოთვა და განცდა რომელიც მუდმივად თან არსებობს ჩვენთან ერთად უკავშირდება რეჟიმის ტყვეებს, რომლებიც უკანონოდ არიან ციხეებში გამოკეტილი, უკავშირდება მზიამაღლობელს, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლის წინააღმდეგ დაწყებულ რაც პოლიციურ ტერორს და სახელმწიფო ძალადობას და მეორე რიგში ახალი სამართლიან გარემოში ჩატარებული არჩევნების მოთხოვნას. მე პირადად დიდად აი მოლოდინი როგორი გაქვს? როგორ ფიქრობთ, ქართული ოცნება ჩაატარებს ახალ არჩევნებს? არ ვიცი, იმდენად არაპროგნოზირებადია რეალობა, რომ მე კი არა, შეიძლება ჩემზე უფრო მეტად გამოცდილ დიდი ექსპერტიზის მქონე ადამიანებს უჭირთ ამ პოლიტიკურ კრიზისში, რაცა მომავლის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდეს, რადგან აი ქუთაისში მაგალითად გვეწერა ეს ბანერი, ერთ-ერთი ლექსიდან არის ეს მესიჯი და ტექსტი, რომ დამცირება, წინააღმდეგობა დამცირებაზე უკეთესია და რაცა ეს ფრაზა გასდევს ჩემთვის ამ ბრძოლას, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რით დასრულდება ეს ბრძოლა. რა გველოდება ამ 4 წელს განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხალხმა მოვახერხოთ საკუთარი პოზიციის ხმამაღლა გაჟღერება, რომ ვერასდროს ვერც ამ და თუნდაც 4 წელს მერე სხვა ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს სახალხო ხალხის ძალასთან დაპირისპირება. და ეს არის ერთგვარი ჩვენ არ გვაქვს ახლა დემოკრატიულ და რაც დამოუკიდებლობის ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ისეთი გამოცდილებები, რომლებიც აი ეხლა ვიძენთ ამგვარ გამოცდილებას, სადაც ხალხი იწყებს ძალაუფლების ხელში აღებას, ხალხი იწყებს ჩაგვრელ რეპრესიულ რეჟიმთან უკომპრომისოდ დაპირისპირებას და აი ამ პროცესებში მგონია, რომ იბადება რაღაცა ახალი იდეალები, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს, რა თქმა უნდა, რადგან თითოეულ ჩვენგანს უბრალოდ გვინდა მშვიდ სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც კი არ გადაიქცევა მაგალითად დასჯის დიდ რაღაცა რეპრესიულ აპარატად, არამედ სახელმწიფოში იქნება ადამიანის მოქალაქის ინტერესი გათვალისწინებული, დაცული იქნება მისი საზოგადოების თითოეული წევრი, ღირსეული ცხოვრების პირობებისთვის ვიბრძვით, რაც წართმეული გვაქვს უკვე მრავალი წელი. კი ბატონო, აი თუ შეგიძლიათ მითხრათ, რა შედეგი მოიტანა უწყვეტი რეჟიმის აი ამ აქციებმა 3 თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს და უკაცრავად შედეგი რა დადო ამ აქციებმა? ძალიან რთულია ამ შედეგებზე საუბარი, იმიტომ რომ დიდი მსხვერპლიც არის სახეზე. აი 50-მდე ადამიანი მაგალითად ციხეში რომ ზის, აი ეს არის ძალიან ცუდი
ფონი, რაც ამ პროტესტს აქვს და არ ვიცით ამ ადამიანების ბედი, მაგრამ შედეგი ზუსტად აი ეს მგონია, აი თუ მაგალითად ბევრი ადამიანი თვალყურს ადევნებს რუსთაველის გამზირს მიღმა პროტესტებსაც, მაგალითად ასეთი ძვირფასი საპროტესტო კერა არის დღეს ჩემთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ პროტესტი, სადაც ქართველი ხალხი და საქართველოს მოსახლეობა ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერს, რომელიც ნამდვილად არ ემსახურება ხალხს, არამედ იგი დღეს და დღეს კი არა, უკვე მრავალი წელია იქცა ოლიგარქის პროპაგანდის მანქანად. ეხლა ძალიან ბევრი პროტესტს ვხედავთ ასევე საუნივერსიტეტო სივრცეებში, თესეუს, ილიას უნივერსიტეტის ახლა უკვე შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტიდან გვესმის სტუდენტების დაუღალავი და ესეთი მებრძოლი ხმა ამ პროტესტში. ეს საპროტესტო ტალღა ნამდვილად არის გადამდები და ახლა ვიწყებთ ფაქტობრივად თვით გამორკვევას, რა გვინდა, როგორ წარმოგვიდგენია ცხოვრება ამ ქვეყანაში, რას ვერ დავაკანონებთ ვერავითარ შემთხვევაში და აი სწორედ ეს იდეალები, ახლად დაბადებული იდეალები მიმაჩნია ამ პროტესტის მთავარ მონოპოლად. ხალხის მიერ გაჟღერებული ნება რა როგორ წარმოუდგენია ის კი არა რომ პოლიტიკოსებმა განგვისაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი დაგვიკვეთონ რაღაც ეს პროტესტი ძალიან მეძვირფასებას სწორედ იმიტომ რომ ხალხმა გააცნობიერა პოლიტიკური პარტიების უმწიფრობა სისუსტე ამ პროცესებში მათ არავითარი რაღაცა შემხედრი ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლიათ არსებულ კრიზისთან მიმართებაში და სწორედ ეს სახალხო ერთიანობა და სოლიდარობის შთამბეჭდავი მაგალითები არის ჩემი აზრით ამ პროტესტის მთავარი ძალა, мотиваცია და უკეთესი მომავლის რწმენაც. უკეთეს მომავალში ალბათ შედის ევროპული გზაზე, ევროინტეგრაციის პროცესში დაბრუნება და მე მაინტერესებს თქვენთვის რა ნიშნავს ევროპული მომავალი. დიახ, ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვიმყოფებით დღეს, რომ შეუძლებელი არის ამ რაღაცა ქაოტურ, ჩახლართულ მსოფლიო დღის წესრიგში ჩვენაირმა პატარა ქვეყანამ მოკავშირეების გარეშე შეძლოს არსებობის გაგრძელება. გვერდით გვყავს შოვინისტი, რუსული იმპერიალიზმი, ჩვენი მეზობელი ქვეყანა და ამ დიდ რაღაცა შაუბნელ რეგრესულ ძალასთან მარტო დარჩენა ჩვენაირი პატარა ქვეყნისთვის არის, არ ვიცი. მართლა ყველაფერზე უარის თქმა, რაზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი, მშვიდობა და ასე შემდეგ. ევროკავშირთან ინტეგრაცია ძალიან ბევრჯერ, როდესაც სხვა ჯგუფთან ან ადამიანთან მიწევს საუბარი, აი ესე ევროინტეგრაციის გზა მაგალითად ცოტათი ბუნდოვანია ხოლმე მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის და აი სულ ვცდილობ რომ აი ეს ევროპისკენ სწრაფვა დავტვირთო რაღაც შინაარსებით რა სულ ამაზე ველოპარაკებით თუნდაც იმ ხალხს რომლებიც ჩემგან განსხვავებულ პოზიციებზე დგანან და რა არის ახლა ეს ევროპული მომავალი ხო დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუციების გამართვა, სწორი და ადეკვატური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, რომელიც მაგალითად ოლიგარქიულ მოგების ინტერესს კი არ დაეფუძნება, არამედ გაითვალისწინებს ხალხის საჭიროებებს, ღირსეული ანაზღაურება, ჯანდაცვაზე, განათლებაზე ხელმისაწვდომობა, უმუშევრობის დაზღვევა, ღირსეული პენსია, უფასო კვება და ასე შემდეგ. ბევრი რაცა სრულიად ხელშესახები მატერიალური სიკეთე არის, ხომ, ევროპული ცხოვრების წესში და იმ კეთილდღეობის სახელმწიფოებში, რომლებზეც ვსაუბრობთ, ხომ? და ჩვენთან არ ვიცი, ფაქტობრივად ადამიანი არ არის ჩვენაირი სახელმწიფოს ინტერესი. აქ პოლიტიკას დაეპატრონა
დიდი მსხვილი ოლიგარქიული კლანები, რომლებიც ყველა ინტერესს გათელავენ ფეხქვეშ, ყველა სახალხო ინტერესს დათმობენ საიმისოდ, რომ მეტი ფული იშალონ ჩვენი ქვეყნის რესურსების ძარცვით, ჩვენი რიგითი ადამიანების შრომითი ექსპლუატაციით და არ ვიცი, ეს ხელისუფლება, თვითმარქვია ხელისუფლება თუ დარჩა 4 წელს განმავლობაში ხელისუფლებაში მგონია, რომ მნიშვნელოვან გარემოს დაცვით კრიზისების გამოწვევასაც შეუწყობენ ხელს, იმიტომ რომ ხედავთ დიდი მეგა პროექტების განხორციელებისას როგორი კორუფციული და კლანურ ელიტური გარიგებები უძღვის წინ ასეთი პროექტებს. კი ბატონო, შექმნილი მდგომარეობა და სიტუაცია ნამდვილად არ არის სახარბიელო და ნამდვილად არ არის კარგი. თქვენ ის ადამიანები, რომლებიც გახართ და გამოხატავთ პროტესტს, რაში ხედავთ გამოსავალს? როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან? რა იქნება ყველაზე სწორი გზა? პირველ რიგში ქართული ოცნების ძალადობრივ რეჟიმს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე. ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება და პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისშიც გადაიზრდება დიდი ალბათობით. და მე მგონია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი არის სახალხო ერთიანობამ, სახალხო ინტერესის ღიად წარმოჩენამ უნდა დაათმობინოს ამ რეჟიმს საკუთარი ძალაუფლება, რომელიც დღეს უკვე დგას რეპრესიულ კანონებზე, ხალხის დაშინებისა და მოსყიდვის პრაქტიკებზე. მე მეეჭვება, რომ ამ ხელისუფლებას რეალური მხარდამჭერები გააჩნია ამ ქვეყანაში, რა ვიცი, ყოველ დღე დავდივარ ქალაქში, გზავრობ საჯარო ტრანსპორტით, ბაზარში ვყიდულობ პროდუქტებს და შეუძლებელი არის ხალხის უკმაყოფილების ვერ დანახვა. მე არ ვიცი, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ოცნებას თავისი მხარდამჭერები ჰყავს. მხარდამჭერები ყავს, რომლებმაც ხელი მოითბეს ამ რეჟიმის ძალაუფლებაში ყოფნით. რაღაცა გარიგებებით, რაღაც კონკრეტულ ბენეფიტებს თუ სიკეთეებს გამოკრეს ხელი, ვიღაცებს ნეპოტისტურად დააწყებინეს მაგალითად სამუშაო. რა თქმა უნდა, 30%-მდე ყავს ამ ხელისუფლების მხარდამჭერი, მაგრამ რეალურად ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს უმძიმე სოციალურ-ეკონომიკურ სიტუაციაში. მზარდი მიგრაცია გვაქვს, თუნდაც იგივე იმერეთის რეგიონიდან, ქუთაისი და მისი მიმდებარე სოფლებიდან ემიგრაციის მაჩვენებელი არის საგანგაშოდ მაღალი, ხო? აი, რა შეხედავთ თქვათ გამოსავალს, რომ არ დაიცალოს ქუთაისი და იგივე იმერეთის რეგიონი მოსახლეობისგან, არ წავიდეს ეს ახალგაზრდები უცხოეთში? გამოსავალი რა არის? ამ რეჟიმის პირობებში გამოსავალად ვერაფერი ვერ მესახება, ხოლო სამომავლოდ კი, რა თქმა უნდა, არსებობს გამოსავალი. ჩვენ არ ვართ ღარიბი ქვეყანა, როგორც გვაჯერებენ ხოლმე. არ ვართ ის ხალხი, რომელსაც არაფრის გაკეთება არ შეუძლია. არ ვართ ის ხალხი, რომელიც ზარმაცია. რაღაცა ისე გველაპარაკებიან ჩვენი პოლიტიკური ელიტები, თითქოს ჩვენშია პრობლემა, ხალხშია და ჩვენ ვერ ვაკეთებთ რაღაცა სწორად. სტრუქტურულ უსამართლობაშია პრობლემა, სახელმწიფო პოლიტიკების ანტისახალხოებაშია პრობლემა. დღეს, რა ვიცი, განათლების სისტემა გინდათ, ჯანდაცვის სფერო გინდათ თუ სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა სრულად უგულვებელყოფს ადამიანის ინტერესს და საჭიროებას. არაფერი სწორად არ კეთდება ჩვენ ქვეყანაში. თითქმის ყველგან ირღვევა ადამიანის უფლებები. ადამიანის უფლებები არ ყავს ისეთი კომპეტენტური ექსპერტები, რომლებიც ამ რაღაცა კრიზისების გამოსასწორებლად რაც ნაბიჯებს და გადადგამდნენ. ანუ ქვეყანა რაღაცა თითქოს ინერციით მიდის ოლიგარქიული კაპიტალიზმისკენ. ანუ არანაირი ხედვა საჭიროებების მოკვლევაზე დაფუძნებული რაღაცა პოლიტიკის შემუშავება არ ხდება ჩვენს რეალობაში, ხო? ჩვენი ქვეყნის ბედი და ეს პოლიტიკებიც მიბმული არის ერთი კონკრეტული პირის ან კლანის ინტერესებზე და ჩვენ აქ არსად არ ვართ. სამწუხარო რეალობა.
სოფიო, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონახეთ დრო და იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, რათა ჩვენს ტელემაყურებელს მოესმინა თქვენი მოსაზრებები, თქვენი ხედვები შექმნილ პრობლემებზე, პრობლემიდან გამოსვლის გზებზე. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ხედვა და პირადი მოსაზრება შექმნილ პრობლემებზე მივაწოდოთ ჩვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა, თქვენ განსაკუთრებით დიდი როლი გაქვთ ამ პროცესებში. იგივე პროპაგანდასთან ბრძოლა არ არის მარტივი და ეს რეგიონული მედიების გაძლიერება უმნიშვნელოვანესი წვლილი მგონია პროპაგანდის მანქანასთან და ზოგადად სახელმწიფოს რეპრესიებთან ბრძოლის პროცესში. სულ გისმენთ ვცდილობ აქტიურობას და იმედი მაქვს, რომ სხვა ადამიანებიც შემოგვიერთდებიან ამ პროცესში. წარმატებები, სოფიო. დიდი მადლობა. ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ სამოქალაქო აქტივისტი სოფია ბასილაძე. მადლობა, რომ გიყურებთ, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ 20 საათსა და 30 წუთზე მეგატივის არხზე. ნახვამდის.